მოგესალმებით ჩვენო მაყურებლებო, ჩვენ სხვა გზას ვირჩევთ გადაცემაში კოალიცია თეთრები მამული, წამყვანები თემურ შაშიაშვილი, თემურ ბობოხიძე. ჩვენ გვინდა ვისაუბროთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, რომელიც ეხება არჩევნებს და საერთოდ მოვიხილოთ პოლიტიკური პროცესები, როგორ განვითარდება, რა იქნება და როგორ მიდის სოფლიოში პოლიტიკური პროცესები. ამიტომ ჩვენ რამოდენიმე გადაცემა გვექნება ახლა დღეს პირველი მონაკვეთში განვიხილავთ ზოგადად საერთაშორისო მიმართულებითაც და ასევე ჩვენთან საქართველოში მიმდინარე პროცესებს. სწორედ ეს არჩევნები იყო, სწორედ ის, რაც დღეს სოფლიოსთვის არის სალაპარაკო თემა და ყველა იმას ლაპარაკობს, რომ ეს არჩევნები გაყალბდა, ცუდად ჩატარდა, არადემოკრატიულად ჩატარდა, ასევე ამბობენ იყო გამჭირვალე და ფურცელზე ჩანდა მეორე მხარეს ვინ მისმის სახმა და ძალიან ბევრი ნიუანსები იყო გამოკვეთილი. რაზეც ჩვენმა კოალიციამ თქვენ უფრო ადრე დავიწყეთ ამაზე საუბარი და ყველაზე პირველი დარტყმა ჩვენმა კოალიციამ მიიღო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიიდან, ასევე სასამართლოდანაც და ყველა სახელმწიფო სტრუქტურა ჩაერთო იმაში, რომ კოალიცია თეთრებს მამულს არ მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. სწორედ ჩვენ ვიყავით ის პირველები, ვინც განვაცხადეთ, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შემოარტყეს 15-მდრიანი ღობე, რაზეც ჩაკეტეს თლიანად მისასვლელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. ეს იყო სწორედ მზადება იყო იქითკენ, რომ არჩევნები არ ჩატარდებოდა დემოკრატიულად და იქნებოდა გარკვეული გადაცდომები, რაზეც ალბათ ინფორმაცია იქონდა სახელმწიფო სტრუქტურებს, ვინაიდან არ იყო საჭირო აქამდე არ გაუკეთებიათ, რომ 15-მდრიანი ღობე შემოარტყეს, მოხდა ჩვენს მიერ ამის გადაღება, დადება საინფორმაციო საშუალებებით, გაჟღერება და საუბარი, რომ ესე იგი არის რაღაც სახიფათო, რაზეც მომავალში თავისთავად გამოჩნდებოდა, რაზე იყო ეს გათვლილი. გათვლა სწორედ იმაზე მოხდა, რომ დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მივიდნენ და აპროტესტებენ არჩევნებს, რაზეც ეს ღობე ჩაკეტეს თლიანად და როიტყვიან ცდილობენ, რომ არავინ არ შეუშვა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, განცხადება არ შეიტანონ და მოხდეს ადამიანის უფლებების დარღვევა. ეს ძალიან ცუდი ფაქტებია, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ფაქტიურად ემზადებოდნენ, ესე რომ ვთქვათ, გაყალბებისთვის თუ გადაცდომებისთვის, რაც მოხდა. ჩვენთვის ის ცნობილია, რომ დაბარებულები იყვნენ მაგისტრატ მოსამართლესთან და მოხდა გარკვეული კითხვების დასმა იმ ოპოზიციური პარტიებისთვის, ვინც ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა და როგორც ამბობენ, ფაქტები ვერ მოიყვანეს და არის ზოგადი საუბარიო. ძალიან ცუდია თუ რომელიმე ლიდერი ზოგადად საუბრობს. იმიტომ ლიდერი როცა ხარ, კონკრეტულად უნდა ისაუბრო, კონკრეტულ მიმართულებით, კონკრეტულ საგნებზე და დამამტკიცებელი საბუთები და დოკუმენტაცია უნდა გქონდეს, რომ ამ დოკუმენტაციით გამოხვიდე და თქვა. ესე იგი, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ლიდერი ზოგადად რაღაცაზე საუბრობს და მას არ აქვს ეს დამამტკიცებელი საბუთები, მას ლიდერობაში ცოტა შეეპარება ხალხს და მოსახლეობასაც. იმიტომ რომ ესე იგი ტყუილებს საუბრობს და სხვა საკითხებში ტყუილებს ისაუბრებს. ეს საკითხები სწორედ ჩვენს გვაღელვებს, ჩვენს კოალიციასაც და ყველას, იმიტომ რომ კოალიციას კონკრეტულად ჰქონდა შემუშავებული პროგრამა და მიმართულება, რომელიც მეცნიერთა კონგრესის მიერ იყო დამუშავებული, წამოწეული, რომელიც გადაეგზავნა ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას, სახელმწიფო სტრუქტურებსაც და სწორედ ვითხოვდით იმას, რომ ყოფილიყო თანხმობის პარლამენტი, მაგრამ არც ერთმა პარტიამ, არც სახელმწიფო სტრუქტურებმა არავინ არ დადებითად არ შეაფასეს, თუ შეაფასეს და მათ არ მოეწონათ ის შეფასება, ვინაიდან ისინი ყველა პოლიტიკოსი გაზონა გამდგარიყვნენ და სწორედ პარლამენტში უნდა ყოფილიყო ინტელექტუალური ხალხი, რომლებიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეიმუშავებდნენ საკანონმდებლო, ესე იგი საარჩევნო საკანონმდებლო
კანონმდებლობას და სწორედ იმ კანონით და მათი მიერ სწორედ შერჩეული საარჩევნო კომისიით იქნებოდა არჩევნებში მონაწილეობის მიღება და ვერავინ ვერ იტყოდა რომ არჩევნები გაყავდა. სწორედ ის პიროვნებები იქნებოდნენ დროებითი და ისიც ხალხის თხოვნით და მოსახლეობის თხოვნით. სწორედ მოსახლეობა და ხალხი ასახელებდა ამ კოალიციაში იმ კანდიდატებს, რომელსაც იქნებოდა კოალიციურ პარტიულ სიაში. პარტიულ სიაში იმიტომ ვამბობ, ვინაიდან დღეს აღარ არსებობს მაჟორიტარული არჩევნები და ამიტომ გვინდა არ გვინდა მხოლოდ და მხოლოდ პარტიული სიით უნდა ყოფილიყვნენ ისინი წარდგენილი საპარლამენტო სიაში. სწორედ ეს იყო ჩვენი მიმართულება, ჩვენი გეგმა, რომ ჩვენ პარტიულ მიმართულებაზე უარი ვთქვით, პარტიულ პროგრამაზე უარი ვთქვით და სწორედ მეცნიერთა მიერ შემუშავებულ პროგრამას მეცნიერთა კონგრესში ეს დიდი ხანია მუშაობენ ხალხი, ის მეცნიერები და ის პიროვნებები, რომლებსაც დიდი დამსახურება აქვს ერისა და ხალხის წინაშე. ამიტომ ჩვენი კოალიცია მოხსნეს არჩევნებიდან. ჩვენთვის ძალიან რო იტყვიან, ცუდად არ ჟღერს ყურისთვის და თვითონ ადამიანებისთვის, როცა ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან ჩამოდიან საქართველოში და თავისთავად ჭკუასაც გვარიგებენ და კულტურასაც გვასწავლენ როგორ მოვიქცეთ. ძალიან ცუდია, როცა მეგობარი სახელმწიფოს არ აქვს, პარლამენტარი იქნება თუ ვინც იქნება, ჩამოდიან და რაღაც გარკვეულ საკითხებზე გვესაუბრებიან და ამბობენ, რომ ისინი ჩვენი მეგობრები არიან და მათ ქართველებისთვის შესტკივათ გულით და ამბობენ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ვიზა ლიბერალიზაცია მოეხსნათ საქართველოს მოქალაქეებს. უკაცრავად, მაგრამ თქვენ ესე იგი მეგობრები კი არა ყოფილხართ საქართველოს და ქართველი ხალხის წრები ყოფილხართ. თუ ქართულმა ოცნებამ გადააცდინა თავის ძალაუფლება ზედმეტი გამოიყენა და არჩევნები გააყალბა, თუ არ გააყალბა, ეს გამოსაძიებელია და ჩასატარებელია, რო თქვენ შემდეგი გამოძიება ქართველმა მოსახლეობამ არ დააშავა არაფერი, რომლებიც წასულები არიან და უკაცრავად თქვენ სახელმწიფოს ემსახურებიან ამ მომენტში. თქვენ სახელმწიფოს და თქვენ სახელმწიფოში არიან ჩამოსულები და თქვენ საქმიანობას აკეთებენ და თქვენთან შეაუთ ის გადასახადები და ყველაფერი. ამიტომ ქართულ ხალხზე კი არ უნდა გადაიტანოთ აქცენტი, რომ ჩვენ ქართველებს შეუზღუდავ ვიზა ლიბერალიზაციას და ყველანაირად ვეცდებით, რომ თქვათ სანამ არ გამოსწორდება მდგომარეობა. ეს მდგომარეობას არ გამოასწორებს. ეს გააუარესებს მდგომარეობას, ქართულ ხალხს უფრო გააღიზიანებთ ამ მიმართულებით, ვინაიდან თქვენ უკვე 30 წელი აქვს პირდებით, რომ ნატოს კარები და ევროკავშირის კარები ღიაა თქვენთვის, მაგრამ ამ კარებში ვერ შევედით და ვერ შევახციეთ. მარტო ღია კარები ეს არაფერს არ ნიშნავს. თუ კარებში შესulis უფლება არ აქვს. ამიტომ ჩვენ მაგალითად პირადად მე და ბატონ თემურის პარტიაც წინააღმდეგი ვართ ესეთი ნაბიჯების გადადგმისა, იმიტომ რომ ხალხმა არ დააშავა არაფერი. ხოლო თუ რომელიმე პარტიამ და ხელისუფლებამ გადაცნობა ჩაატარო, თქვენ შეგიძლიათ კონკრეტულად რაც გამოაცხადეთ, რომ დაუწესებთ სანქციებს, კი ბატონო, პიროვნულად შეგიძლიათ სანქციების დაუწესოთ, გარკვეულად რაც ნაბიჯებიც გინდათ ის გადადგათ, მაგრამ ქართული ხალხისთვის ეს ნაბიჯები ძალიან ცუდად აისახება და ცუდად იმოქმედებს. თქვენ თუ ჩვენი მეგობარი ხართ, ჯერ მაშინ აგვისტოში და სექტემბერში უნდა მოგეღოთ ხმა და მაშინ უნდა გეთქვათ, რომ კოალიცია თეთრები მამული არჩევნებიდან არ უნდა მოგეხსნათ და უნდა მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. როცა არც ერთმა პარტიამ, რომლებიც იყვნენ დარეგისტრირებულები, კიდაც დღეს საპარლამენტო პარტიები არიან ისინიც და სხვაებიც, არავინ არაფერი არ თქვას ჩვენ კოალიციის საქმიანობასთან დაკავშირებით. არც ერთი ტელევიზია, რომელიც არ მოსულა და არ გადაუღია ჩვენი ბრიფინგები. იმიტომ რომ ეს ტელევიზიები, რომლებიც დღეს დამოუკიდებლად აცხადებენ, რომ დამოუკიდებლები ვართ და ჩვენ დამოუკიდებლად ვახორციელებთ სარედაქციო პოლიტიკას, არ არიან არც ერთი დამოუკიდებელი. მხოლოდ არის ერთადერთი ტელევიზია, დამოუკიდებელი ტელევიზია, რომელიც ნამდვილად სრულიად დამოუკიდებელია და სრულიად პოლიტიკური რედაქცია, რომელსაც არ აქვს და კონკრეტულად
აკეთებს იმას, რაც ხალხს და ხალხის სურვილია. ეს არის ქართული ტელევიზია, რასაც ნამდვილად სწორედ ყველამ უნდა დაუდგეს გვერდზე ქართულ ტელევიზიას და ყველამ უნდა უყუროს. სწორედ ეს ტელევიზია აშუქებდა და სწორედ ამ ტელევიზიას ჩვენ კოალიცია დიდ მადლობას უხდის, რომ მათი საქმიანობა სწორედ ესეთი გამჭვირვალე იყო და ყველას უთმობდა საეთერო დროს, ვისაც სურვილი ჰქონდა მოსულიყვნენ და გამოსულიყვნენ და ესაუბრა. ჩვენმა კოალიციამ რამოდენიმეჯერ მოვითხოვეთ სხვა ტელევიზიებთან შეხვედრა, დებატების გამართვაც მოვითხოვეთ, სწორედ პროგრამასთან დაკავშირებით, სხვა მიმართულებასთან დაკავშირებით, მაგრამ არც ერთმა ტელევიზიამ ეს ჩვენი თხოვნა არ გაიზიარა და ყველამ ფაქტიურად იგნორი გაგვიკეთა. ბატონო თემო, ჩვენ რომ ვამბობთ, რომ ჩვენ სხვა გზას ვირჩევთ და ჩვენი გზა სწორედ ის თანხმობის პარლამენტი რო იყო, რომელსაც ჩვენ თავაზობდით მოსახლეობას, ხალხს, რომ სწორედ ამ პარლამენტში იქნებოდა ის პიროვნებები, ვინც დაასახელებდა ხალხი და ხალხის მიერ დასახელებული პიროვნებები შევიდოდნენ პარლამენტში, სწორედ კანდიდატები ისინი იქნებოდნენ. რამოდენიმე კითხვა მომივიდა ესეთი, პირადად მომწერეს, თქვენო ამეთიო რა გინდათო, რომ მეცნიერებიო შეიყვანოთო პოლიტიკაშიო და სწორედ ისინი გინდათო, რომ პოლიტიკოსები გახადოთო. ჩემი პასუხი თავისთავად გავეცი, იქიდან იყო ესეთი პასუხი, რომ ესე ქართულ ოცნებას შეყავს სპორტსმენები, სიაში რომ სპორტსმენები პოლიტიკოსები გახადონ და მეცნიერები თქვენ კიდე ვცდილობთ რომ მეცნიერები ჩართოთ პოლიტიკაში. მე კი განუმარტე, მაგრამ ბატონო თემო, თქვენ უფრო კარგად განუმარტავთ სწორედ ამ საკითხებს, რომ ჩვენ კი არ გვინდა მეცნიერები ჩავთოთ პოლიტიკაში. ჩვენ გვინდა რომ სწორედ მათი ტვინი, მათი საქმიანობები მოსახლეობამდე მივიდნენ და მათი დაწერილი პროგრამები მიიღონ სწორედ ხალხმა და მოსახლეობამ და ხელისუფლებამაც, რომ უკეთესად წავიდეს პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა. მინდა თქვენც ერთი-ორი სიტყვა უთხრათ მოსახლეობას, რომ რამდენად მიგვაჩნია ჩვენ მეცნიერების ჩართვა პოლიტიკაში. დიდი მადლობა ბატონ თემურ, ამ შესწავლის შემდგომ თუნდაც მარტივად შემიძლია გავსე პასუხი, რომ დიდი განსხვავება ჩვენ რომ მეცნიერების შეყვანა გვინდოდეს პარლამენტში და დიდი განსხვავება როცა სპორტსმენები შედიან. ეს არის სადა დედამიწა. ხალხმა განსაჯეთ თვითონ რომელიც ჯობს, მაგრამ ერთი იკითხეთ რომელი მეცნიერს უნდა პარლამენტში შესვლა, არც ერთს მეცნიერები აკეთებ პარლამენტში კი არ ითხოვენ შესვლას, მეცნიერები ამბობენ რომ ქვეყანაში იყოს ნორმალური მდგომარეობა. როგორ შეიძლება რომ ამ ქვეყანაში სადაც ერთი მეცნიერი არ არის უზრუნველყოფილი თუ რაიმე სხვა საშუალება ვერ გამოძებნა თავის მეცნიერული შრომით რომ იცხოვროს. არ მოგიდგენია თქვენ რა მდგომარეობა, როგორ შეიძლება მეცნიერები ამ დროს გაჩერდნენ, როგორ შეიძლება რომ მეცნიერებაზე ორიენტაცია აბსოლუტურად არ აქვს არც ერთ ხელისუფლებას, არც ველებს, არც ახალს და ამაზე მეცნიერები გაჩერდნენ. მეცნიერები ამბობენ რომ ჩვენ წერთ პროგრამას და ჩვენ წერთ როგორ შეიძლება განვითარდეს ქვეყანა. ჩვენ ვაკეთებთ ანალიზს, რა პოტენციალი გააჩნია ქვეყანას, ჩვენ წერთ ანალიზს, რა მდგომარეობაა ქვეყანაში. ჩვენ გიწერთ პროგრამას ამ მდგომარეობის ქვეყანაში ეს პოტენციალი როგორ მოვიყვანოთ მოქმედებაში და მოგმართავთ ხალხს და მიუმართავთ ხალხს, რომ ამ პროგრამის რეალიზაციისთვის თქვენ შეარჩიეთ ისე. ამაზე უკეთესი რა. მე ვერც გეტყვით უცხოელებს რომ გვეუბნებიან რომ ეს ყველაფერი გადაიტანეთ, გამოგვიგზავნეთ, დაწერეთ, რომ რამდენიმე ენაზე იყოს, რომ ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანია და ამას ლაპარაკობენ ის ქვეყნები, სადაც მეცნიერების მიმართ პატივისცემითი დამოკიდებულებაა, სადაც ამერიკაში არც ერთ კანონ პროექტი არ იწერება პარლამენტში და კონგრესში. ყველაფერი იწერება სამეცნიერო ინსტიტუტებში. ნებისმიერ ქვეყანაში პროგრამა იწერება სწორედ სამეცნიერო ინსტიტუტებში. ეხლა ჩვენ ცხოვრობთ დღეს იმ ქვეყანაში, სადაც აი თქვა განათლება, რომელიც ყველაზე უმძიმეს მდგომარეობაშია. განათლების ყველა მინისტრი ამბობს, რომ ვიწყებ რეფორმას. ვინ ეკითხება განათლების მინისტრს რეფორმის ჩატარებას? ამაზე ეცინებათ კიდევაც და ეს არის მართლაც აი სრული, აი ნებისმიერი პარტიის, რომელიც აქამდე ხელისუფლებაში იყო. მეც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როცა მეცნიერები წერენ პროგრამებს და წერენ პროექტებს, ამას იღებს პარლამენტი და პარლამენტი მერე როცა მიიღებს კანონს, ქირაობს მინისტრად თუ თავრობაში იმ პიროვნებას, ვისაც ამ პროგრამის შესრულება შეუძლია. ჩვენთან თავდაყირაა ყველაფერი დაყენებული და აბა მეცნიერება თუ არ გვინდათ, მითხარით რომელიმე ქვეყანა, რომელიც მეცნიერების გარეშე განვითარდა. ამ ქვეყანას ჭირდება ინტელექტუალური რევოლუცია. ამ ქვეყნის მომავალი არის სწორედ ინტელექტთან დაკავშირებული. ასე იყო ნებისმიერ დროს ყველაფერი, რაც კარგი მოხდა ჩვენს ისტორიაში, ეს იყო
მეცნიერებაზე ორიენტაციით. მაშინ დავით აღმაშენებელს გაპოლიტიკოსება მოუძებნია, გადაუწყვეტია მათი, როცა ჩამოიყვანა და პრაქტიკულად კარის მეცნიერების დიდი ინსტიტუტი შექმნა, ხომ? გელაც აკადემიის შექმნით, არა? რა გააკეთა თამარ მეფემ, რა გააკეთა გიორგი ბრწყინვალემ, რა გააკეთეს ჩვენმა დიდმა მეფეებმა, ყველამ შეძლო ის, რომ ესე იგი ჭკვიანი ხალხისთვის მოესმინათ. ქვეყანაში არ უსმენენ ჭკვიან ხალხს და ამაშია მთელი უბედურება. ეხლა ვინმე იტყვის, რომ უჭკვეები არიან პარტიაში რომ შედიხარ, გარკვეულ ჭკვას კარგავ. ეს კარგი პირდაპირი გაგებითაც მიიღეთ და გინდათ ხატოვნად და ლიტერატურული გამოთქმითაც, იმიტომ რომ ხდები უკვე მორჩილი. მეცნიერი არ შეიძლება იყოს მორჩილი და არავინ არ თხოვს მეცნიერს, რომ არის ძალიან ბევრი, თქვათ, ჯიბუტი, აკადემიკოსია, პოლიტიკაში იყო. პაპავა, აკადემიკოსია, პოლიტიკაში იყო. ხლა თქვენ უკეთეს, ჩვენ როცა ვლაპარაკობთ, აი იგივე მეცნიერია, ჩვენ ვიზაც ვლაპარაკობთ, აი ეგერ თქვათ, ვამბობთ, აი რომ დაიწერა ჩვენთან, რომ ბატონი ლადო ჭანტურია, მეცნიერების დოქტორია და დაცული აქვს გერმანიაში და არის უძლიერესი მაშინ ჩვენ ვამბობთ, რომ პრეზიდენტი ის უნდა იყოს, აქ მეცნიერი კი არ მოდის. აქ მოდის, არ მარტო მეცნიერი კი არ მოდის, მოდის უდიდესი საერთაშორისო ავტორიტეტის და პოლიტიკური გამოცდილების და ძალიან სერიოზული პიროვნება. ამიტომ ჩვენ უნდა გავყოთ, აქ არ არის ლაპარაკი, თქვათ, იმ მეცნიერზე, რომელიც ლაბორატორიაშია ჩაკეტილი. აქ ლაპარაკია იმ მეცნიერებზე, რომლებსაც აქვთ გამოცდილება, სერიოზული გამოცდილება აქვთ და ამავე დროს ავტორიტეტული მეცნიერები არიან და მათ მსოფლიოს მასშტაბით იცნობენ. თქვენ ძალიან დიდი საკითხით დაიწყეთ და მე ამაზე გარკვეულწილად მინდა ჩვენც რო ვიკამათოთ ბატონ თემურ, აი გარედან დამოკიდებულება, აი როგორია ქვეყნის მიმართ. რატო არ უნდათ, აი თქვათ, გარე ძალებს საქართველოში რატო არ უნდათ თუნდაც მეცნიერებთან კონდეთ ურთიერთობა? რატო? იმიტომ რომ მეცნიერს თავი ჭკუაზე ვერ ატარებენ. მაგრამ აი ეს პოლიტიკური პარტიები თავი ჭკუაზე ატარებენ იმათ როგორც უნდათ. ეხლა თქვენ წარმოგიდგენიათ სერიოზული მეცნიერი მეცნიერებათა აკადემიაში რომ მივიდეს ვინმე უცხოელი და იმათ უთხრას, რომ იცით ეს ესე გეხვეთქვიან, იმას თქვენ ბატონო კულტურული ხალხი ვართ და კარებს არ გიჩვენებთ, სად გახვიდეთ, მაგრამ შეგეშალათ სად მოდითო. ისინი სწორედ თავიანთი მონამორჩილებს ირჩევენ და აი მონამორჩილების უცხოელებიც, პოლიტიკოსებიც ქვეყანაში, პარტიებიც ეძებენ თავიანთ მონამორჩილებს. ჩვენ ვლაპარაკობთ თავისუფალ ადამიანებზე. მეცნიერი არის თავის სფეროში გაცნობიერებული, თუ მით უფრო მას თუ გამოცდილება აქვს, ის ძალიან ბევრს ნიშნავს. მე გითხარით თქვენ კონკრეტული მაგალითი, რამდენიმე პიროვნება დავასახელე, რა? ნუ ეხლა ნებისმიერი ქვეყნისთვის ეს პიროვნებები ნებისმიერი ქვეყნის პარლამენტისთვის იქნებოდნენ. აი როცა ჩვენ ვლაპარაკობთ გარე დამოკიდებულებას, აი ნახეთ გარედან როგორია დამოკიდებულება ქვეყანაში, ქვეყნის მიმართ, ეს არის დამოკიდებული იმაზე, როგორ რა ვართ ჩვენ ქვეყანაში შიგნით თვითონ. თუ ჩვენ შეკრული ვართ, ისინი გველაპარაკებიან ფრთხილად და გველაპარაკებიან როგორც ღირსებით სავსე ქვეყანას და გველაპარაკებიან როგორც თქვათ ტოლი ტოლს. მაგრამ როგორც კი დაპირისპირებული ვართ, ყველა ეძებს თავის სასარგებლო დაპირისპირებულს. ნახა თავის სასარგებლო დაპირისპირებული რუსეთმა, ნახა თავის სასარგებლო დაპირისპირებული დასავლეთმა, თავის სასარგებლო დაპირისპირებული პატარ-პატარა ჯგუფები ყავს. ჩინეთსაც ყველას და შემდგომ და ხედავთ, არა, თქვენ მოგისმენიათ ჩინეთის მიმართ რაიმე სერიოზული კრიტიკა ქვეყანაში, არა და ყველაზე დიდი და მძიმე რამ, რისთვისაც საქართველო დაიჯება მომავალში, არის სწორედ ის სტრატეგიული ურთიერთობის პროექტი, რომელიც ჩინეთთან იქნა ხელმოწერილი. ესე იგი, ამერიკა არის ჩვენ ვეუბნებით, რომ ჩვენი მეგობრები ხართო, ჩვენი მთავარი და რას ვეძახით ჩვენ ამერიკას ვეძახით, რომ ჩვენი უპირველესი მეგობარი, ჩვენი სტრატეგიული მეგობარი. სტრატეგიულ მეგობართან არა გაქვს ხელშეკრულება სტრატეგიული თანამშრომლობის და სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი მოაწერე ამერიკის პირველ ნომერ მტერთან. ეხლა ჩვენ ვლაპარაკობთ იმას, რომ უცხოელებს რაღაცა უცხოელები ჩვენ კიდე კარგად გვექცევიან ჯერ ამ ეტაპზე. უბრალოდ ეხლა ზოგიერთი ვინმე რომელიც გვაღიზიანებს, მე ამას არ მინდა შევეხვა, ლაპარაკი არის ზოგადად ამ დამოკიდებულებით. ჩვენი ამოცანა არის ბატონ თემურ და ამაზე, რა ვიცი, თუ თქვენს გექნებათ და მეც მინდა რომ ყველამ გამოვთქვათ აზრი, რომ ესე იგი ქვეყნის შიდა მდგომარეობა განსაზღვრავს გარედან ჩვენდამი დამოკიდებულებას. ვარ შეკრული, აქვს სხვა დამოკიდებულება. ვარ დაპირისპირებული ჩვენ
როგორც იტყვიან გაგვასწორებენ მიწასთან და ჩვენივე ხელით როგორც ხდება დღეს. აი ხლა რაც ხდება საქართველოში ამ პარტიების მიერ, ამაზე დიდი მტრობა საქართველოს მიმართ მე ვერ წარმომიდგენია. ეს ეხება როგორც სახელმწიფო პოლიტიკურ პარტიებს, ისე ეხება თქვათ ოპოზიციურ პარტიებს. მე არ მინდა თქვენ მე მინდა იმ სწორედ იქეთკენ წავიყვანო, რითაც თქვენ დაიწყეთ გარე ურთიერთობები და გამოთქვით თქვენს მოსაზრებები მეც და ჩემთვის ერთ-ერთი უპირველესი თემაა დღეს თუ თქვენს მიიღებთ ამას რაღაც ამოუწუროთ პირველ ნაწილში. ბატონო თემო, აი მაგალითად ჩამოსულები იყვნენ ახლა ხო 8 სახელმწიფო წარმომადგენლები იყვნენ საქართველოში, გავიდნენ მიტინგზე, ისაუბრეს, ну თავისთავად ეს არის სამარცხვინო რომ მიტინგზე მიდიან. ეს არ შეიძლებოდა, ეს არის შიდა პოლიტიკაში ჩარევა. ეს ქართული ხალხის გაღიზიანება და კიდევ უფრო გაღიზიანება. ახლა ვიღაცამ ტაში დაუკრა, ვიღაცამ მასახნა, ახლა მე გაყიდულ ქართველებზე არა მაქვს ლაპარაკი, ვინც ფულით ფინანსდებიან უცხოეთიდან და ასე შემდეგ. ახლა აქ არის მეორე მომენტი. სწორედ ეს პიროვნებები, ვინც იყვნენ ჩამოსული, თავისთავად ეს გამაღიზიანებელია ყველასთვის. ჩემთვის უმაღლეს ძალიან გამაღიზიანებელია. იმიტომ რომ ეს არის ცუდი რო იტყვიან, ესე იგი გვასწავლიან აქეთ ჩვენ კულტურას ამდენი საუბრობ. და რომელ ქვეყანას? ესე აქ არის ერთი ვარიანტი, რომ მათ, აი მაგალითად ბალტიისპირეთის სამი სახელმწიფოდან იყო ჩამოსული, ხო, იქ გერმანია და ეს. მათ ეშინიათ სწორედ რისი. ესე იგი, სანამ ტრამპი პრეზიდენტი გახდებოდა, ტრამპის მიერ იყო სწორედ ეს პროგრამაში ის, რომ ნატო უნდა დაბრუნდეს იმ საზღვრებში, რა საზღვრებშიც იყო მოქცეული თავიდან, რაზეც მოაწერეს ხელი, რა დროსაც რუსეთმაც მოაწერა ხელი და ნატომაც, რომ ნატო არ უნდა გაფართოებულიყო. სწორედ ტრამპი ამბობს, რომ ჩვენ მე უნდა დავაბრუნო ნატო ისევ იმ საზღვრებში, რა საზღვრებშიც იყო. სწორედ ეს აშინებს სწორედ ბალტიისპირეთის სახელმწიფოებსაც, რომ თუ ნატო დაბრუნდა თავის საზღვრებში, ესე იგი ფაქტობრივად ევროპა ცოტა საშიშროების ქვეშ დგება. და ამას თავისთავად ისინი განიცდიან და ისინი ყველანაირად ცდილობენ, რომ თქვათ გამოიწვიონ საქართველოში დესტაბილიზაცია. დესტაბილიზაცია სწორედ თქვენ რასაც ამბობთ, რომ დაშალე დაიბატონეს პრინციპით, რომ ქართველები დაგშალონ, ერთმანეთს დაგვაპირისპირონ, მოხდეს არეულობა, დაძაბულობა მოხდეს და ამას ყველაფერს თავისთავად ეკონომიკური კრიზისი მოყვება ყველაფერს. და ისედაც კრიზისი კიდევ უფრო დიდ კრიზისში ჩავერთვებით. სწორედ ეს აშენებთ იმ ევროპულ ქვეყნებს, რომ რაც შეიძლება მეტი კრიზისი იყოს საქართველოში, ყურადღება სწორედ გადაიტანოს სხვა მიმართულებით და იგივე ვთქვათ, ახლა მე არ მინდა ვთქვათ ომის პარტია, ამის პარტია, იმის პარტია, მაგრამ არსებობენ ის სახელმწიფოები, ვისაც უნდა რომ ვთქვათ საქართველო ეკონომიკურად არ იყოს ძლიერი და საქართველო ეკონომიკურად ძლიერი რო იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობა უკეთესად იცხოვრებს, ხო? და აი ეს არის სწორედ მათი შიშინო. ისინი თავიანთ სახელმწიფოსთვის იბრძვიან, რომ მათთან იყოს მშვიდობა, კეთილდღეობა და ეკონომიკური წინსვლა. და ჩვენ ქართველებს, რომლებიც ფინანსდებიან სწორედ საზღვარგარეთიდან, უცხოეთიდან შემოდის ეს თანხები და ისინი მათ ინტერესებს იცავენ და არა ქართველი ხალხის ინტერესებს. და სწორედ ერთ-ერთი იყო სწორედ ეს კოალიცია, რომელიც დაიცავდა ქართველი ხალხის ინტერესებს. სწორედ ის მეცნიერები და ის პიროვნებები, რომლებიც აი ნამდვილად არ უნდათ პარლამენტში შესვლა, ხალხმა რო წარმოადგინა და შემდეგ აქაც იყვნენ მოსულები, ჩვენ ტელემაყურებლებს შეხვდნენ, მათ თქვეს, რომ ჩვენი სურვილი არ არის პარლამენტში ყოფნა. ჩვენი სურვილია ეკონომიკურად და პოლიტიკურად გამოვიდეთ კრიზისიდან, რომ რაღაცნაირად ჩვენ უფრო უკეთესი ცხოვრება გქონდეს და მათ შთამომავლობას. ისინი არაპირებენ საზღვარგარეთ წასვლას. ისინი მათ უნდათ რომ აქ იცხოვრონ, აქ არიან, იმიტომ რომ მათ ბევრი ეხვეწება, ჩამოდით ჩვენთან, გადაგიხდით დიდ თანხებს და ჩვენთან იყავით და ჩვენთან იცხოვრეთ, ჩვენთან მოღვაწეობა ჩვენთან გქონდეთ, მაგრამ ისინი უარს აცხადებენ სწორედ, უარს აცხადებენ, რომ მათ უნდათ საქართველო იყოს სწორედ ფეხზე დამდგარი ქვეყანა და ესეთი ქვეყანა, რომელიც დაიცავს სწორედ თითოეული პიროვნების, თითოეული ადამიანის უფლებებს. სწორედ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ვინც საზღვარგარეთ ახარს, შინ საქართველოსკენ მოდით ერთად უნდა ავაშენოთ საქართველო, მარტო ჩვენ ვერ ავაშენებთ. ჩვენ აქ უკვე ისე ცოტანი დავრჩით, მე მგონი ალბათ რამოდენიმე წელში ჩინური სოფელი, თურქული, ირანული და ეს სოფლები, რომელიც გაშენდება, მიიღებენ მოქალაქეობას და ჩვენ ქართველებზე მეტი იქნება და მე მგონი ერთმანეთს სანთლით დაუწყებთ ზემნას, რომ ქართველია და გაგვიხარდეს. ამიტომ ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოსთვის უნდა ვიბრძოლოთ და არა
ბიზნესისთვის, რომლებიც დღეს პარლამენტში რო არიან. და საერთოდ ვინ არიან პარლამენტში, რამდენი პოლიტიკოსი ყავს პარლამენტში, რამდენი მეცნიერი ყავს პარლამენტში. მე აღარ ვამბობ, კი ბატონო, ხელოვანი და სპორტსმენი კარგია, მაგრამ ბევრი ხელოვანი და ბევრი სპორტსმენი პარლამენტი, იმიტომ კი არ არის, იგი არ არსებობს, რომ ამ სპორტსმენებითა და ხელოვანი ხალხით იყოს სავსე. ყველაფერს თავისი ადგილი აქვს და ყველაფერს თავისი, რო იტყვიან, ზღვარი აქვს. ამიტომ სწორედ მე ვამბობ, რომ ის პიროვნებები, ვინც იყვნენ ჩამოსული, სწორედ მათი სურვილია, რომ მაგით ქვეყანაზე კი არ იყოს აქცენტი აღებული, თქვათ, საომარი აქცენტი იქნება თუ პოლიტიკური აქცენტი იქნება თუ ეკონომიკური აქცენტი. ამიტომ მათ უნდათ, რომ ის მიმართულებები ყველაფერი გადმოვიდეს საქართველოში და ეკონომიკურად საქართველო არ იყოს დიდარი ქვეყანა, იყოს ღარიბი და ყველას ჭკუაზე დადიოდეს. ჩვენი სურვილია და ჩვენ ამისთვის ვიბრძვით, რომ საქართველოში სწორედ იყოს ქართული ხელისუფლება, ქართული ორიენტაციის პარლამენტი იყოს და პრეზიდენტიც უნდა იყოს სწორედ ქართველი. პრეზიდენტი არ უნდა იყოს, ჩემი აზრით, ბატონო თემურ, ორმაგი მოქალაქე. რა თქმა უნდა, ის მხოლოდ უნდა იყოს, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქე. არ შეიძლება, რომ მთავარსარდალი პრეზიდენტი არის სხვა ქვეყნის მოქალაქე და მას საქართველოზე როგორ შეტკივა გული ვხედავთ რა. ამიტომ ჩემი აზრით კონსტიტუციაში უნდა მოხდეს ცვლილება და პირდაპირ უნდა ჩაიწეროს, რომ საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქე და არ უნდა იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე. აი რაღაც შეზღუდვები დაბადებული უნდა იყოს საქართველოში. გაღზდილი უნდა იყოს საქართველოში. ამერიკის კონსტიტუციაში წერია, რომ თუ არ ხარ დაბადებული ამერიკაში, ამერიკის პრეზიდენტი ვერ გახდები. და თუ არ გიცხობ, ეს არის სასაულად ჩვენ ამერიკელებისა, ევროპელების, აი ლაპარაკობენ ზოგადად აქ და აზზეც არ არიან ისინი, ვინც თქვა დასავლეთ პრეზიდენტი რომ დასავლეთ ტელევიზიები დასავლეთური ოპოზიცია, რომელი დასავლეთური ესენი ცნებაც კი არასორადაა შემოყვანილი, ქართული უნდა იყოს ოპოზიცია და ქართული ოპოზიცია უნდა ნიშნავდეს რაღაცას, არა დასავლური ორიენტაციის, ესე იგი ქართული აქვს დაკარგული და დასავლური და ეს დასავლური არ არის. არც ერთი მითხარით თქვენ ერთი ახლა გამოცდილი კაცი ხართ და ნატოსთან ურთიერთობებით ხართ და ბევრი სხვა რამ ერთი მითხარით, რომელი რა გადმოიტანეს დასავლეთიდან კარგი და მე გეტყვით თქვენ ახლა აი აგერ 9 საათი შემიძლია ჩამოგიტოლოთ 50-60 რამ ჩვენ ეს გავლილი გვაქვს ერთად რომელიც გვინდოდა რომ ჩვენ გადმოგეტანა და ეს არაფერს ქართულს ხელს არ უშლის და ესენი ერთი რაიმე გადმოიტანეს არაფერი აი გუშინ უნიკალური პიროვნება იყო ჩვენთან აი ბატონი გიორგი თანდილაშვილი მართლაც პოდიში მინდა მოვიხადრო გაცილებული ვარ და უნიკალური პიროვნება 30 წლის ესე იგი აი ბიჭი ამ სიტყვის კარგი გაგებით ვამბობ რომ მას უნიკალური გამოცდილება ციფრული ეკონომიკის ხაზით კომპიუტერულ ტექნიკას და ამას იცნობს ძალიან კარგად და ამავე დროს სოფელი იცის ბრწყინვალეთ და სოფელში ფერმები და რა ვიცი რაები არაკე და ხელებ დაკაბიცებული ახალგაზრდა კაცი რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს ციგნიერია რწმენის კაცია გონებისმიერი კაცია და ასე შემდგომ და აი გუშინ საუბრობდით ამ იმაზე მან მოიყვანა ზოგიერთი მაგალითი რა არის ევროპაში თქვენ მოგისმენიათ ვინმესგან აი როცა ქართული სოფლის განვითარებაზეა ლაპარაკი მიმართავ ხელისუფლებას და მიმართავ ოპოზიციას აი სოფელი როგორც ევროპას აქვს დაყენებული ეგ არის ამაში ვინ გიშლით ხელს ვინ გიშლით ესე იგი პოლიტიკაში ჩადეთ ფული მაშინ როდესაც აი გერმანიაში რომ ჩავედი ჩვენი ეს ავღანელი რომ იყო გიორგაძე მასთან მითხრა რომ ერთი გაჩვენებ მივედი ვნახე სასწაული რამ გაკეთებული ესე იგი როგორც წყალტუბოა კურორტი ასეთი ის აქვს აღებული ქონდა და ნუ მოკლედ რო ჩავედი ზღვა ხალხი ეს არის სლოვაკეთში ზღვა ხალხი ნუ აი რაღაც აი ნებს რო ვერ ჩააგდებდი რა აი ეს არის თანაც ბალნეო კურორტი აი რომლის ყველაზე დიდი პოტენციალი საქართველოს გააჩნია ხო და ნუ აი საღამოს გროვნახ მეუთხარი რა დიდი შემოსავლები ხვალ დაგათვალიერებიებო და წავედით მეორე დღეს მათვალიერებიებს წავიყვანა რომ აი ეგრე სად მოყავს კიტრი პამიდორი საქონელი ყავს ყველაფერი და ბიჭო მეუთხარი რა გინდა მეთქი ესენი მე იქ კი არ ვაკეთებ ფულს იქო მე ვაგებო მითხრა ფულს ამაში ვაკეთებო და როგორ მეთქიდა როგორ და საქონელიო მე რამდენიც ყავს დანუმრილიაო და სახელმწიფო მეხმარება რაც მიჯდება საქონლის შენახვაო იმას მე ან საძოვარს მაძლევს ან ტივას მაძლევს საკვებს მაძლევს ან კიდე ფურს მაძლევს
და ანალოგიურად ყველა გავოცდი პირდაპირ და მე ვთქვი როგორ და ისეთი თანხები მითხრა რომ შემოდის იქიდან და თქვა რომ პრაქტიკულად მე პროდუქციის წარმოება რძედა რძის პროდუქტებია, კიტრი, პამიდორი, რამე ფული არ მიჯდებაო. სახელმწიფო მაფინანსებსო და ამასო მე ხო ვყიდი მერე იქო. ამაში ვიგე ფულსო. იქო მინდაო რომ იაფი იყოს რომ ჩამოდიო. ხედავთ მეცნიერებაა ბიზნესი არა? ერთი ვინმესგან მოგისმენია, მე ერთი 100-ჯერ მაქვს ეს ნათქვამი. უნიკალური რამე მოიყვანა კიდე გუშინ ვთქვათ აი ჩვენმა მეგობარმა გიორგი თანდილაშვილმა. აი ამერიკაში ყველაზე დიდი დოტაცია აქვს სოფლებს. თქვენ თუ გინახავთ რომელიმე პოლიტიკოსისგან, რომლებიც ამბობენ რომ დასავლეთელები ვართ და ეს ვართ და ის ვართ, აი ვინმეს უთქვამს რომ ამერიკაში ეს არის კარგი გადმოვიტანოთ. აბსოლუტურად არაფერი. უნიკალურია ძალიან ბევრი რამ, რომელიც ბიზნესთანაა დაკავშირებული, საგადასახადო სისტემასთანაა, იგივე სოფლის მეურნეობის პროგრამებთანაა დაკავშირებული, იგივე ევროპაში. ერთი რაიმე არ გადმოგიტანიათ ხალხო, ერთი ჩვენი ხო დაგვაკარგინეთ და კიდე კარგი რა არის და თქვენი ძახით დასავლეთელები ამაზე დიდი შეურაცხყოფა ამერიკის და ევროპის საქართველოში რასაც ქვია ამერიკული და ევროპული ოპოზიცია მე ვერც კი წარმომიდგენია და როცა ვაპირებ ჩავიდე ევროპაში უთხრა რომ ერთი გამარკვიეთ თქვენ ვის ეძახით იმას აი მართლაც ფული თუ არ არის თქვენს შორის კავშირი და მართლა თუ თქვენ არ გინდათ რომ ქვეყანაზე აი მითხარით ერთი რომ რა გააკეთებინეთ კარგი ისეთი რაც ევროპაში გაქვთ ამერიკაში გაქვთ ამდენი ხანი აქ არიან რა ნუ ავიღოთ ახლა 2003 წლის შემდგომ 20 წელი ხო გავიდა რა 20 წელი მიხეილ სააკაშვილი ამერიკას იძახდა და ევროპას მოვიდა ბიძინა ამანიშვილი ამერიკა და ევროპა და ასე შემდგომ და აი თუნდაც ბიძინა ამანიშვილის მინდა უთხრა კი რუსული გზა აირჩიე რა თუნდა ამას ახლა თქვა ბევრი გამას დიდი ისინი არ არიან ცალკე ერთხელ ვაპირებ რომ მაგათ მხარდაჭერებთან შევიკითხე და უთხრა რომ აი რატოა ეს რუსული მაგრამ რუსეთშიცაა ერთი ორი რამ ისეთი სოციალური დაცვის თუნდაც და დემოგრაფიის ის მაინც გადმოიტანეთ რა ნუ ესე იგი ხო წარმოგიდგენია რა სახელმწიფოებს ეგებიან ფეხქვეშ და იმ სახელმწიფოში თუ რაიმეა კარგი ერთი რამე არ მოაქვთ აქეთ ეს ხო კატასტროფაა აი ამიტომ ამბობ აი გამოკეთილად ლაპარაკობ იმაზე რომ ჩვენი ქვეყნის შიგნით როგორ გვაქვს ერთმანეთთან ჩვენ დამოკიდებულება ძალიან ბევრად არის უცხოეთის დამოკიდებულება ჩვენზე ჩვენ უცხოეთი პატივისცემით მოგვიკიდება თუ შეგრულები ვიქნებით შიგნით ვარ დაქსაქსული ხედავთ რაც ხდება ეს ოპოზიცია როგორც იქცევა დღეს ან ისინი რო ჩამოდიან ეხლა მაგალითად მე დარწმუნებული ვარ საელჩო განცხადებას გააკეთებს რომ ვინ გამოიყვანს მაგრამ ამერიკაში რომ მიტინგი ტარდებოდეს ოპოზიციის და გამოვიდეს იქ თქვათ პარლამენტის წევრი ქართველი ვინმე გამოვიდეს იქ იტყვიან რომ თქვენ ერევით ჩვენ საქმეებში მოვიდნენ ეს ხალხი ეგერ გამოდიან გვასწავლიან ჭკუას თანაც პატივიაცით იმ მეორე ნაწილს რომელმაც თქვათ ოცნებას მიცახმა ჩვენ ერთადერთმა აი ძალიან მძიმე იყო ბატონ თემური აი რომ სწორედ ამ კოალიციამ და მეცნიერთა კონგრესმა შევინარჩუნეთ რომ არავის მხარეს არ ვართ და ჩვენ თქვით რომ ჩვენ სხვა გზას ვირჩევთ რომ ის გზაც რომლითაც მიდის ხელისუფლება არასწორია რომლითაც მიდის ოპოზიცია არასწორია და რომელსაც გვთავაზობს მეცნიერება ეს არის სწორი და ვირჩევთ მეცნიერების გზას და ჩვენ არასდროს პრეზიდენტს რას ვეხვეწებოდით ნუ გახდები მხარე მან და მაინც მხარე გახდა არ მინდა მეცნიერება პარტიებთან დადგა აი ერთი ვინმე რო აღმოჩენილიყო ქვეყანაში რომელიც დადგებოდა მეცნიერებთან და დადგებოდა არა პარტიებთან ან ხელისუფლებასთან ხო არ ვეუბნებოდით პრეზიდენტს რომ ხელისუფლებასთან დადეგით ან ხო არ ვეუბნებოდით იმას რომ ოპოზიციასთან დადეგით ჩვენ ვეუბნებოდით რომ თქვენ გევალებათ როგორც პრეზიდენტს რომ მხარე არ იყოთ რომ ყველას პრეზიდენტი ხარ თქვენ და გამოაცხადეთ მე ვარ ყველას პრეზიდენტი არა მანდა მაინც თქვა რომ აი ეს მეორე ნაწილი ვინც მიცა იმას ხმა ისინი თულმე ბნელები არიან უბედურები არიან და ვინც ამათ მიცა ხმა ხალხს ვაყენებთ შეურაცხყოფას ამიტომ ნელ-ნელა ეს ხალხი მოვა აზრზე და დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ რო ვამბობ დღეს და შეიძლება 100,000 და 200,000 თუ თუნდაც 10 კაცი გვიჭერდეს ხარს აი ჩვენ რომ მოგცენ საშუალება ბატონ თემურ რასაც ვითხოვთ რომ ხო არის საქართველოში არის მხოლოდ ოპოზიციური და მხოლოდ სახელმწიფო ტელევიზიები ორი კვირის განმავლობაში თითოეულ ტელევიზიაში თითო საათი მოგცენ და გარწმუნებთ მე თქვენ რომ თელი საქართველო იქნება მეცნიერთა კონგრესის იდეების ირგვლივ გაერთიანებული და საქართველოში მაგრამ პარტიები ეს პარტიები დამთავრდება სახელმწიფო პარტიას დამთავრდება და ეს პარტიების დამთავრდება და ხალხი იტყვის ეს თანაც
რას ამბობს მეცნიერთა კონგრესი? თუ თქვენ ამ პრინციპით შეარჩევთ, მე კი არ მივდივარ პარლამენტში, თუ ამ პრინციპით შეარჩევთ, ამ პროგრამებს მოიყვანთ მოქმედებაში, 6 თვეში საქართველოს მოსახლეობის 90%-ზე მეტი მინიმუმ 95% იქნება მოტივირებული, ანუ მას იქნება საქმე, ეცოდინება რატომ დგება, რა უნდა გააკეთოს და გარკვეული დროის შემდგომ რა ფული ექნება ჯიბეში. რა ხმა აქვს ამოსაღები რომელიმეს ან ძველ ხელისუფლებას, ან მოქალაქეთა კავშირს, ან აღორძინებას, ან ნაციონალურ მოძრაობას, ან ოცნებას 700,000 კაცი საქართველოში იღებს დახმარებას მათხოვრულს. და 1 მილიონი პენსიონერი გვყავს. ესე იგი 1 მილიონამდე 16 წლამდე ასაკის ბავშვია ქვეყანაში. 3 მილიონზე მეტი არა ვართ. პრაქტიკულად უკვე ვართ განადგურებული, ხო? და აგერ ახლა მეორე ნაწილში სხვა თემა გექნება ალბათ, ამიტომ მინდა რომ პირველ ნაწილში აგერ გითხრა მთავარი რომ ეს გვატყობინებს. კი ბატონო, აგერ უბრალოდ ერთი მას ვიტყვი რა. წარმოგიდგენია თქვენ რა გვაკადრეს ბატონ თემურ? გვაკადრეს ის რომ თურმე ესე იგი 1700 ლარამდე უნდა იყოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი და 1700 კი არა, 17,000 ლარამდე უნდა იყოს პარლამენტის თავმჯდომარის ამოღებული ბატონო. კი ბატონო, მე მეორე ნაწილში მაშინ ამ იმაზე ვისაუბროთ. პროდიუსერი გვატყობინებს, ჩვენ ცოტა ხანი გავდივართ, წვეტა არის. ხوار გაუშვებენ იმ მასალას, ხوار გითხოვია თქვენი ხوار მიდის ახლა. აი ჩვენ ხალხის შერჩევა როგორ ხდება, ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. კი, ეს მასალა. ნუ ძალიან კარგი და აი მე ამას კიდევ ერთხელ მოისმინეთ და ნახეთ, აი როგორი პრინციპი ქონდა მეცნიერებს, როგორი მიმართვა გააკეთეს ხალხის მიმართ. სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით გავაგრძელებთ ისევ მსჯელობას დროებით და უახლოეს წუთებში შემოგიერთდებით.